ვართ თუ არა ადამიანები მოძალადეები? მოგესალმებით, მე გახლავართ მიხეილ შანი, ოჯახის ფსიქოლოგი, წყვილების ფსიქოთერაპევტი, ფსიქოემოციური და მენტალური აშლილობის თერაპევტი. თქვენ უყურებთ გადაცემას მეტი ვიდრე ფსიქოლოგია და დღეს შევეხებით ისეთ საინტერესო თემას, როგორიც არის ძალადობა. დამეთანხმებით, რომ ძალადობა არის საკმაოდ ღრმა ფენომენი, რომელიც ფართოდ გავრცელებულია საზოგადოებაში, ოჯახში, ურთიერთობებში და სამეგობრო წრეშიც კი. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ, რომ ძალადობა არის გაუცნობიერებელი და გაცნობიერებული. ხშირად ჩვენ ადამიანები ვერ ვიაზრებთ, რომ სხვა ადამიანებზე ვძალადობთ. ასევე ვერ ვიაზრებთ, რომ სხვები ძალადობენ ჩვენზე და უფრო ხშირად ვერ ვიაზრებთ, რომ ჩვენ თვითონ ვძალადობთ საკუთარ თავზე. როდესაც ჩვენ ძალადობთ სხვა ადამიანზე, ჩვენ ვერ ვიაზრებთ, რომ ჩვენ ვარღვევთ იმ ადამიანის თავისუფალ ნებას, უფლებებს, საზღვრებს და შინაგან სიმშვიდეს. როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ვაზიანებთ, ჩვენ ეს ყველაფერი უკან ნეგატიურად გვიბრუნდება. გვიბრუნდება გამოცდების სახით, გვიბრუნდება ხელის შემშელი ფაქტორების სახით და გვიბრუნდება ბარიერის სახით, რაც ჩვენ ხელს გვიშლის ჩვენ პიროვნულ, სულიერ და ფიზიკურ განვითარებაში. ხომ გსმენიათ ძველი ქართული ხალხური სიბრძნე, რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ცხოვრებაში პრობლემები იმიტომ კი არ გვაქვს, რომ რაღაცას ვერ ვიაზრებთ. ჩვენ პრობლემები იმიტომ გვაქვს, რომ მუდმივად ვძალადობთ და მუდმივად ვაზიანებთ სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში ეს გავიაზროთ და შემდეგ მოვაყოლოთ ამას ჩვენი პასუხისმგებლობები. რისი გამოსწორება შეგვიძლია, რისი შეჩერება შეგვიძლია და რისი დალაგება შეგვიძლია, რომ ისევ ჩვენ თვითონ არ შეგვეშალოს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი. ხშირად ჩვენ ძალადობთ ინსტინქტურად. იმიტომ რომ ძალადობა ეს ერთ-ერთი ინსტინქტია, რომელიც ჩვენ დაბადებიდან მოგვყვება, რომელიც ხშირად გაუცნობიერებელია. ჩვენ ძალადობთ ადამიანებზე ყოველდღიურად, სიტყვით, მოქმედებით, მოცემულობით, მდგომარეობით, ძალადობთ ურთიერთობებში, ძალადობთ საქმეში, ძალადობთ მეგობრებში. ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არ ვაკვირდებით, რამდენად ღრმად არის ჩვენი ეგოცენტრული მდგომარეობა. იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ეს გვეკუთვნის, ჩვენ ასე გვინდა, ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს ჩვენია. თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მინდა სხვის მინდას ემთხვეოდეს. როდესაც ჩვენი მინდა არ ემთხვევა სხვის მინდას, ჩვენ ყოველთვის ძალით ვახდენთ ჩვენი მინდას სხვა ადამიანში გატანას, შეტანას და შემდეგ დანერგვას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი შეთანხმებები ადამიანებში. ეს ადამიანური ფორმა, ადამიანური მიდგომა და ადამიანური მოცემულობა. იმიტომ რომ ჰარმონია, ურთიერთგაგება, თანაგრძნობა, პატივისცემა, დაფასება მხოლოდ ამ შემთხვევაში მოდის, როდესაც ჩვენ ვიწყებთ სხვა ადამიანთან შეთანხმებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ურთიერთობებში სწორი და ჯანსაღი შეთანხმება, რომ თავიდან ავირიდოთ ის ძალადობა, რომელსაც ჩვენ ხშირად გაუცნობიერებლად ჩავდივართ. როგორ ძალადობენ ჩვენზე? ძალადობა საკმაოდ ღრმა პატარაობის ასაკიდან იწყება. მაგალითად, ჩვენზე ძალადობენ ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, ოჯახში, სამეგობრო წრეში, სამსახურში და საზოგადოებრივ ადგილებში. მაგალითად, საზოგადოება ხშირად ცდილობს დაგვინახოს ისეთებად, როგორიც მათ სურს, რომ დაგვინახოთ. ხშირად არავინ არ გვხედავს ისეთებად, როგორებით ჩვენ გვინდა, რომ დაგვინახოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვზიანდებით ზუსტად იმ ნიღბებით, რომელსაც მუდმივად გარკვეული სფერო და სიტუაცია გვარგებს. ამ ნიღბის უკან საკმაოდ ღრმა დამაზიანებელი პროცესები მიდის, რომელიც გვიზიანებს ოცნებებს, რომელიც გვიზიანებს ფიქრებს, რომლებიც გვიზიანებს მიზანს და იმ მოცემულობას, რომელსაც ჩვენთვის ყველაზე მეტი ბედნიერება მოაქვს. ზუსტად ამ დაზიანებით იწყება ჩვენი თვითგანადგურება, რომელსაც ხშირად ვერ ვიაზრებთ. ან ვიაზრებთ და გვიჭირს ნაბიჯის გადადგმა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის უნდა გვესმოდეს ჩვენი საზღვრები, ყოველთვის უნდა გვესმოდეს ჩვენი ინტუიციის, ყოველთვის უნდა გვესმოდეს ჩვენი მოცემულობის და ყოველთვის უნდა გვესმოდეს ჩვენი ნების. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიზიანებთ ჩვენ ცხოვრებას, რომელიც გვიზიანებს ზუსტად იმ მოცემულობას,
რის გამოც ჩვენ ამ სამყაროში მოვედით. როგორ ვაზიანებთ ჩვენ თავს? ჩვენ თავს ვაზიანებთ გარემოს საშუალებით. მაგალითად, ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ბავშვობიდან, ესი არ შეიძლება, წესიერად მოიქეცი, ესი არ ქნა, ამაზე არ იცინო, ამაზე არ იტირო, ესი სუსტია, ასე მოიქეცი და ასე შემდეგ. ეს აყალიბებს ჩვენში არასწორ ქცევის პატერნებს, ასევე აყალიბებს არასწორ აზროვნებას და აყალიბებს ჩვენში არასწორ დამოკიდებულებას, რაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას ესაჭიროება. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ამ სამყაროში მოვდივართ, ყველა ადამიანს ჩვენი გზა და ჩვენი მიზანი გვაქვს, რომელიც უნდა გადიოდეს ჩვენ ნებაზე და არა სხვა ადამიანის ფიქრებზე, მიზანზე, მდგომარეობაზე, დამოკიდებულებზე და ასე შემდეგ. რადგან ადამიანი არის ბედნიერი მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თავის ინტუიციას, თავის მოცემულობას და თავის ნებას მიყვება. შეიძლება ამ სამყაროში უამრავი გზა იყოს, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი კითხვა ის, რომელი გზა გადის ჩვენ ნებაზე. ჩვენ ზუსტად მაშინ ვართ ბედნიერები, როდესაც ჩვენ ინტუიციას, ანუ ჩვენ გულს უსმენთ და ამ გზას მივყვებით. იმიტომ რომ ეს გზა წაგვიყვანს ზუსტად იქ, რასაც ბედნიერება და რასაც ჩვენი შინაგანი მოცემულობას ესაჭიროება. ვართ თუ არა მოძალადეები? კი, ვართ, რადგან ჩვენ მუდმივად ვძალადობთ როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მუდმივად ვაკონტროლოთ ჩვენი ეგო, ჩვენი არასწორი მოთხოვნილებები და არაჯანსაღი დამოკიდებულებები, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან. ამისთვის საჭიროა, რომ მუდმივად დავრჩეთ ადამიანებად, რადგან ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ ადამიანები ვართ და შემდეგ გვაქვს პროფესია. სამწუხაროდ ხშირად საზოგადოება თავს იკავებს ვიზიტს ფსიქოლოგთან. თუ შენ თვლი, რომ ხარ ძალადობის მსხვერპლი, მომართე და ერთად ვიპოვოთ მშვიდი და ჰარმონიული გამოსავალი.